დღეს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა დედაქალაქში ეროვნული კონფერენცია მიმდინარეობს. ემხრობის შიდსის დამარცხებას ასეთი ღონისძიების სახელწოდება, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლები და ქართველი სპეციალისტები ესწრებიან. რა მდგომარეობა აქვს ქვეყანაში და როგორია სტატისტიკა აღნიშნული მიმართულებით მარიამ მეინაბდე უფრო დეტალურად მოგვიყვება. მარიამ, გისმენთ. მსოფლიოს 160 ქვეყანასთან ერთად შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ხვდებიან საქართველოშიც. დღეს ეროვნულ კონფერენციაზე ჩვენთვის ცნობილი გახდა ის მონაცემები, რომლებიც ამ პრობლემასთან დაკავშირებით 2016 წელს გამოვლინდა და შეიძლება ითქვას, რომ აქ ვითარება საკმაოდ რთულია. დაავადებათა კონტროლში საუბრობენ დაახლოებით 9600 ინფიცირების შემთხვევაზე, თუმცა ეს არის ვარაუდი, ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევა არის 6065, სადაც ლიდერობენ მამაკაცები, კერძოდ გამოვლინდა 4508 შემთხვევა მამაკაცებში, რაც შეეხება ქალბატონებს, აქ არის 1557 ქალბატონი, რომელიც ბოლო 11 თვის განმავლობაში დაინფიცირდა. რაც შეეხება ქალაქებს, დედაქალაქი ლიდერობს ყველაზე მეტი შემთხვევით, შემდეგ მოდის სამეგრელო, იმერეთი და ოთხეულში მოხვდა აგრეთვე აჭარაც. ჩვენ ბუნებრივია ვესაუბრეთ დარგის სპეციალისტებს და აგრეთვე ჯანდაცვის სამინისტროს, რომელმაც ჩვენთან საუბარში განმარტეს, რომ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად კვლავინდებურად რჩება ის, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის ინფექციის შესახებ და მათ კიდევ ერთხელ მოუწოდეს მათ, რომ მივიდნენ შესაბამის დაწესებულებებში და გაიკეთონ ტესტირება, რომელიც უფასო არის, რომ დროულად გამოავლინონ ინფექცია და გააგრძელონ მასთან ბრძოლა. 15 წლიდან ჩვენ პირველ რიგის მედიკამენტებს ჩვენ ვყიდულობთ, სახელმწიფო ყიდულობს ამ შემთხვევაში. 2018 წელს, 2017 წელს 25% იქნება ჩვენს მიერ დაფინანსებული, 2018 წელს უკვე 75%. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ თავზე აიღო ყველა ის ღონისძიება, რომელსაც დღეს აფინანსებს გლობალური ფონდი. ჩვენი მიზანი არის, რომ 2020 წლისთვის 98%-მა უცოდესი შესახებ რო ის დაავადებულია შიდსით, 98%-მა დაიწყოს მკურნალობა შიდსზე და 90% უმკურნალოთ ისე, რომ მას შიდსის ვირუსი აღარ აქვს. საქართველოში დაახლოებით შეფასებით მაჩვენებელი არის 9600-მდე ადამიანი, რომელიც სავარაუდოდ ინფიცირებულია, აქედან დაახლოებით ნახევარი ყავს გამოვლენილი. ამიტომ დღევანდელ დღეს გარდა იმისა, რომ ჩვენ ამ აღნიშნულს ვუერთდებით, ჩვენი მიზანია მოუწოდოთ მოსახლეობას ჩაიტარონ ტესტირება, გაიგონ საკუთარი სტატუსის შესახებ, იმიტომ რომ მკურნალობის თვალსაზრისით ნამდვილად საქართველოს რეგიონში არის ლიდერი, ძალიან კარგი შედეგებია. ეს აღარ არის სასიკვდილო განაჩენი. 2015 წელთან შედარებით შეიძლება ითქვას, რომ წელს უკვე იმატა შიდსით ინფიცირებულთა რაოდენობა, ანუ შეიძლება ითქვას, რომ სტატისტიკა არის საკმაოდ მზარდი. ამ მხრივ ჩვენ კიდევ ერთხელ შევეცადეთ გაგვეგოთ თუ რა გზებით ხდება ხოლმე ამ პრობლემის განვითარება. პირველ რიგში ეს არის ნარკოტიკული ნივთიერებების ინექციური გზით მოხმარება, აგრეთვე არის დაუცველი სქესობრივი კავშირი, მათ შორის ჰომოსექსუალური. ჩვენ ვესაუბრეთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელს, რომელმაც ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ განსაკუთრებით მსოფლიოში ამ მხრივ ვითარება რთულია აღმოსავლეთ ევროპაში, გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ მოხვდით სწორედ ამ რეგიონში, ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც მსგავსი ვითარება და შესაბამისად ეს სტატისტიკა სწორედ აი ამ პირობით არის განპირობებული, აი ამ მონაცემებით არის განპირობებული, მაგრამ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ჩვენთან საუბარში ასევე ამბობს იმასაც, რომ განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან საქართველოში არის იმის შესაძლებლობა, რომ მოსახლეობა მოახერხონ სახელმწიფოს მეშვეობით, სახელმწიფოს დახმარებით ამ დაავადებასთან ბრძოლა. მოვისმინოთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლის კომენტარი. ამ კუთხით სიტუაცია მსოფლიოში შემაშფოთებელია. ყოველდღიურად მატულობს დაავადებულთა რაოდენობა. ევროპის რეგიონში დაახლოებით 400-მდე ახალი შემთხვევაა ყოველდღიურად. ინფიცირება ხდება როგორც ჰომოსექსუალური, ისე ჰეტეროსექსუალური კავშირების დროს ინტერვენური წამლის მომხმარებლებთან. სიტუაცია განსხვავებულად მძიმეა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და საქართველოც ამ მიმართულებას მიყვება. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ადამიანებმა გაიარონ ტესტირება დროულად, რომ იცოდნენ თავიანთი მდგომარეობის შესახებ, ვინაიდან არსებობს ეფექტური მკურნალობა. მსოფლიო შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს 1987 წლიდან მართავს, მათ შორის არის საქართველო მსოფლიოს იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ამ დღეს აღნიშნავს. დღეს მაგალითად დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის პირველ საათზე უკვე ჩაინიშნა სიმბოლური აქცია რუსთაველის მეტროს ტერიტორიაზე. მადლობა მარიამ, მეინაბდე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.